ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. კურიერისთვის ცნობილი ხდება 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა. დაკავებულია შპს ფინის დირექტორი კახა კოტორაშვილი. 59 წლის მამაკაც 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია დანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით მან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეს შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ. ამავე საქმეზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა. სეფში თქვენს, რომ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან და ჩართულები არიან საგამოძიებო პროცესში. საქმის დეტალებს ანუკა ბუავა არკვევს, ის კურიერს უერთდება. ანუკა, რა ახალი ინფორმაცია ხდება შენთვის ცნობილი? როგორც აღნიშნეთ, დაკავებულია 59 წლის კახა კოტორაშვილი, რომელიც ჩვენს უკან არსებული სავალუტო პუნქტის მფლობელი არის. ეს არის კომპანია ფინი და საჯარო რეესტრის ინფორმაციის შესაბამისად დოკუმენტებით ირკვევა, რომ კახა კოტორაშვილი არის სწორედ 100%-იანი წილის მფლობელი ამ კომპანიის. როგორც ჩვენ აქ ადგილზე გვიყვებიან მოვაჭრეები, კახა კოტორაშვილი ამ კომპანიას უკვე მრავალი წელია ფლობს და სწორედ აქ ამ ტერიტორიაზე მოხდა მისი დაკავება. როგორც აქ გვეუბნებიან, ის არ იმყოფებოდა ამ დროს მარტო, მასთან ერთად იყო მისი თანამშრომელიც, თუმცა ადგილიდან კახა კოტორაშვილი წაიყვანეს სამართალდამცველებმა, რომელიც როგორც ამბობენ აქ, დილის 8 საათისთვის გამოჩნდნენ ამ სავალუტო პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა კახა კოტორაშვილი დააკავეს, მოხდა ამ პუნქტის სავალუტო ჯიხურის ჩხრეკა და შესაბამისად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. საუბარია ფულის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე, ამ შემთხვევაში 624 მილიონ ამერიკულ დოლარზე და 35 მილიონ ევროზე, როგორც გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, სწორედ კახა კოტორაშვილის სავალუტო ჯიხურში ამ პუნქტში ხდებოდა დიდი ოდენობით თანხის შემოტანა 2022-დან 24 წლის პერიოდში და დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ხდებოდა კახა კოტორაშვილთან ამ პროცესის განხორციელება. ეს თანხა შემოდიოდა მანქანებში მოწყობილი სამალავებით საქართველოს ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნებიდან და შესაბამისად თავს იყრიდა სწორედ ამ სავალუტო ჯიხურში, რომელიც ახლა არის დაკეტილი. ბუნებრივია, ვინაიდან აქ იყო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული და შესაბამისად აქ მოხდა პირის დაკავება, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, რომ საგამოძიებო უწყებამ ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. აქვე მოვაჭრეები გვეუბნებიან იმასაც, რომ ჩხრეკა აქ მხოლოდ არ ჩატარებულა, გაჩხრეკილი არის სამართალდამცავი უწყების მიერ, როგორც ვიცით, კახა კოტორაშვილის საცხოვრებელი სახლიც, ამას გვეუბნებიან აქ ადგილობრივი მოვაჭრეები, ვინც აქ იმყოფებიან მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ამ კონკრეტული პუნქტიდან წაიღეს თანხაც. დააკავეს და ხელბოქილები დაადეს და წაიყვანეს. ეგ დავინახე. პოლიცია იყო მოსული. კი, საშემოსავლოც იყო, ბევრი ხალხი იყო ძა. და წაიღეს თანხა ამერიკას, ხო? კი, და სახლიდანაც ამოღებული აქვს, ეგრეთ თქოს არ ვიცი. იგი ლაპარაკობა. კი. პოლიციელები იყვნენ და წაიყვანეს, ამეთი არაფერი არ ვიცი. პოლიცია რომელსაც იყო და 8 საათისთვის იყვნენ. დილის 8 საათზე იყვნენ, ადრე მოვდივარ მე აქ. სხვა თანამშრომელი ყავდა, მაგრამ იმ დღეს მარტო იყო. ადრე იყო და თვითონ ადრე მოდიოდა. რაღაც გაიტანეს და არ ვიცი ჩვენ ახლოს არ მივსულვარ. ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და გამოძიებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება ეროვნულმა ბანკმა, სადაც ვკითხულობთ, რომ ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას უკვე გადაეცა და შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის შესწავლა. სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრების
მიღებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით. ფულის გათეთრების უპრეცედენტო საქმესთან დაკავშირებით და ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველა შეკითხვას პასუხი სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს და ასევე გამოძიების შედეგს ელოდება სახელმწიფო გუნდი, რომელიც ამბობს, რომ არის სერიოზულ თანხაზე საუბარი. შესაბამისად, ახლა ნებისმიერ შეკითხვას თუ საინტერესო გარემოებას სწორედ პროკურატურამ და მიმდინარე გამოძიებამ უნდა უპასუხოს. ამ არჩევნების პერიოდში ასეთ თემების შემოდანა ემსახურება ერთადერთ აზრს, ეს არის გარკვეული პოლიტიკური ტექნოლოგია, უფრო მეტად დასტრესონ, უფრო მეტად დააბნიონ, კიდევ უფრო რაღაცა გაუგებრობაში ამყოფონ მოსახლეობა, რა 600 მილიონი ვინ შემოიტანა კაციშვილმა სახელი არ იცის, 2 წლის განმავლობაში ამხელა თანხა ბჭყალებში მოხდა გათეთრება, ვერაფერი ვერ გაიგო და მანდამაინც ახლა 2 კვირით ადრე გაახსენდათ არჩევნებამდე, რომ თურმე ამხელა ფული არის ამ ქვეყანაში გათეთრებული. ძალიან დიდი თანხის ოდენობაზე არის საუბარი, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაიცემა შესაბამისი პროკურატურა რა ფაქტი ძალიან მძიმეა. და ის თანხების რაოდენობა, რომელზეც პროკურატურამ გვაცნობა ჩვენ ყველას რა ვიცი, გონების მიღმა არის, რაღაც ასტრონომიული თანხებია. მაგრამ ერთი რამ არის დასაფიქრებელი და უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამის საჯაროდ გამოტანა შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ არის პოლიტიკურად საზიანო ჩვენთვის, ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ. ეს არ იქნება ჩვენთვის წარმმართველი ძალა, არის ეს პოლიტიკურად საზიანო ჩვენთვის თუ არ არის პოლიტიკურად საზიანო. ის ვინც გაბედავს და გადადგავს ნაბიჯს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისაკენ და აზარალებს ეკონომიკურად ან პოლიტიკურად ან ესე იგი სახელმწიფოებრივად საქართველოს ადრე თუ გვიან მას მართლმსაჯულება მიაკითხავს. ეს არის ჩვენი სტილი. ვისი ხელშეწყობით, როგორ და რა ფორმით იქნა ეს დანაშაული განხორციელებული, ამას ჩვენ პროკურატურა გვაცნობს. რა თქმა უნდა, აქ მიჭხმალვას ადგილი არ ექნება, აზრიც არ ექნება, რომ მიჭხმალო რა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ფაქტი მიჭხმალული არ იქნება, რა დონის ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამაში გარეული, მას ხელს არავინ არ დააფარებს და არავინ არაფერს არ დაუმალოს ჩვენ ქართულ ამომრჩევას. 2022-24 წლებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საგამოძიებო უწყებამ ერთი პირი, კონკრეტულად კი კახა კოტორაშვილი, გუშინ დააკავა აქ მის სავალუტო გადამცვლელ პუნქტთან. შესაბამისად საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც იყო ჩართული დანაშაულებრივ სქემაში და სწორედ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ხდებოდა კახა კოტორაშვილთან კოორდინაციის გზით მის სავალუტო პუნქტში დიდი ოდენობით თანხის შემოტანა სწორედ ამ პერიოდში 2022-24 წლებში. როგორც ცნობილია, კახა კოტორაშვილს ჯერჯერობით ბრალის ოფიციალური დადგენილება არ გაცნობია. სავარაუდოდ ეს უახლოეს საათებში მოხდება, თუმცა კონკრეტული დრო ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა წარდგენილი მუხლის შესაბამისად მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა საქმის ახალი დეტალებით ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ათობით მილიონი ვარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლი და სიგარეტი ამოიღო საგამოძიებო სამსახურმა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის არის ყოფილი მუკრივე ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი. საუბარია 75,000 ბოთლ სასმელსა და 318,000 კოლოფ უაქციზო სიგარეტზე. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებს წლების განმავლობაში შიდა ქართლში არალეგალური ქარხანა ჰქონდათ, სადაც პროდუქციას კუსტარულად ამზადებდნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75,127 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი. ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისათვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა,
ხოლო ცისტერნებში დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია. ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა მილიონობით ლარი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. დაკავებულია ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ტარების ბრალდებით აიყვანეს. კურიეს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ტარებას გულისხმობს. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობის დასტურად აფასებს მმართველი გუნდი ჰექსოგენის საქმეზე მოპოვებულ აღიარებით ჩვენებას. საქმის ახალი დეტალები, რომელიც კურიერმა გაარკვია პოლიტიკური დისკუსიის თემა. ქართულ ოცნებაში არ უკვირთ, რომ ჰექსოგენის საქმის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულ სტრაილერის მძღოლს ეკუთვნის, დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდ საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს. დანიშნულების საბოლოო ადგილი კი თბილისი უნდა ყოფილიყო. არსებობს თუ არა კავშირი ამ საქმესა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და გარკვეული ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. საკითხზე სუსი გამოძიებას განაგრძობს. ნანა გოგოტაძე მუშაობს 2 დღე ამ თემაზე, ის პირდაპირ ეთერშია. ნანა, გისმენთ. კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენების შემდგომ არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. მაგალითად, ოპოზიციურ პარტიებში დარწმუნებული არიან იმაში, რომ ჰექსოგენის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ 7 გვერდიან ჩვენებაში არაერთხელ შავით თეთრზე წერია და ამავე საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტიც ადასტურებს, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება მას სწორედ SBU-ს თანამშრომლებმა გამოატანეს. გარდა ამისა, ოპოზიციურ სპექტრში ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რათა საზოგადოების ყურადღების გადატანა მოხდეს სხვა თემებზე. ბუნებრივია, განსხვავებული შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის კურიერის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ჩვენება დამატებითი დასტურია იმისა და აღიარება იმისა, რომ უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლები ფიგურირებენ ჰექსოგენის საქმეში. გარდა ამისა, მმართველი გუნდის ლიდერები იხსენებენ იმ ფაქტს, როდესაც რამდენიმე წლის წინ სწორედ უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლები დაეხმარენ მსჯავრდებულ და ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. ეს არის მიზანმიმართულად იქითკენ, რომ კიდევ ხო გეუბნებით, რომ დაასტრესონ და დააბრუნონ ადამიანები და მთავარ თემებიდან გადაატანონ ყურადღება. 4 ოქტომბრამდე კიდევ უფრო მეტად ახალი რაღაც სენსაცია იქნება, ახალი ვერსია იქნება. სამწუხარო ფაქტია, რომ თვითონ დაკავებულების ჩვენებით ირკვევა, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რაც მათ ჩვენებაში თქვეს, უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გადასცეს მათ და უთხრეს, რომ თბილისში, საქართველოში მათ დახვდებოდათ ადამიანი, რომელიც ამ ნივთიერებას გამოართმევდა, ისიც უკრაინის მოქალაქე. ნუ რა ვიცი, ხა დანარჩენი სუნცირე, რომ ეს არის არამეგობრული და გარკვეული ტერორისტული საქმიანობისთვის განკუთვნილი ნივთიერება და ქმედება ფაქტია. სამწუხაროა, რომ ამას უკრაინის სპეცსამსახურები ჩართულები არიან. ჩვენ ნახეთ, როგორ იყო ეს ჩართულობა, როცა სააკაშვილი შემოგვიგზავნეს, ეხლა ჰექსოგენი შემოგვიგზავნეს. ძალიან მძიმე სურათი არის. ჩვენ უნდა გავყოთ ამ შემთხვევაში სპეცსამსახურები და უკრაინელი ხალხი. ჰექსოგენის საქმეში 7 გვერდიანმა აღიარებითმა ჩვენებამ არაერთი ახალი დეტალი და გარემოება გამოკვეთა. პირველ რიგში ამავე საქმეში ბრალდებული და დაკავებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გამომძიებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ადასტურებს, რომ მან 3 თვის წინ კიევში გამართა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე მასთან მივიდა 2 უცნობი მამაკაცი და მათ დაუდასტურეს, რომ იყვნენ უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლები. ცნობილია ერთ-ერთი მათგანის ვინაობა
ვინაობა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ვლადიმერ სტადნიკს ასახელებს. გარდა ამისა, ირკვევა და დასტურდება ისიც, რომ განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულება იყო საქართველოს თბილისი ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლი. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის? ნაციონალური მოძრაობა და პაატა ბურჭულაძე არჩევნების დღეს რევოლუციას ანონსებენ. ისმის ძალადობრივი მოწოდებები ახსენებენ მშვიდობიან დამხობას. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ არეულობას ქვეყანაში ვერავინ მოაწყობს, დესტაბილიზაციის უფლებას სახელმწიფო არავის მისცემს და ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. მშვიდობიანი დამხობა ეს არის ძალიან ლოგიკური, მარტივად გასაგები პროცესი, რომელსაც ახორციელებს ქართველი ხალხი. ჩვენ ესეთი მაგალითები გვაქვს, მაგალითად საქართველოშიც თუნდაც 2003 წელს გვაქვს, აგერ ახლო ქვეყანაში, სომხეთში, სადაც პაშინიანმა მოახერხა ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტი ძალადობის და ზედმეტი, ასე ვთქვათ, ცუდი პროცესების გარეშე, ამიტომ ქართველი ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, და დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ქვეყნის მთავარ გამზირზე. აბა გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთოთ. მე ვნახოთ. ოპოზიციას რა მხარდაჭერა აქვს, იხედავთ თქვენ. რა მდგომარეობაში არიან და როგორ გამოიყურებიან. არანაირი მხარდაჭერა, არანაირი რესურსი, ნული მხარდაჭერა. შესაბამისად, ყველა ოლქში აუცილებლად ამარცხდებიან 4 ოქტომბერს. ქართველი ხალხი კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს, როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების ადგილი არ არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკაში. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა დიპლომატებისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა. ქართულ ოცნებაში აინტერესებთ, რა მიზნით მართავენ ფარულ კონსულტაციებს ელჩები მათ ოპონენტებთან. ბოლო რამდენიმე დღეში გაიმართა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ელენე ხოშტარია დაკავებამდე ნიდერლანდების ელჩს, გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე კი ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ. ლელა ჯავახიშვილს აქვს მეტი ინფორმაცია, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ ლელა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებში ელჩებთან შეხვედრებს ადასტურებენ, ამბობენ, რომ განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ დიპლომატებს აინტერესებთ ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობები. ხელისუფლების ოპონენტები დეტალებზე არ საუბრობენ, ამბობენ, რომ მათ ელჩებს გააცნეს გეგმები, რაც უკავშირდება წინააღმდეგობას და უპასუხეს მათ შეკითხვებსაც, თუმცა არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა განხილული ამ შეხვედრებზე 4 ოქტომბრის გეგმები. ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება საერთოდან მოდიოდეს, რა თქმა უნდა, ისინი არიან ჩვენი წლების პარტნიორები და ჩვენ შეიძლება ამ ყველაფერზე პასუხი გავცეთ ამ კითხვებზე და საინტერესო დეტალებზე ვისაუბროთ. ბრიტანეთი განსაკუთრებით არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი წლების განმავლობაში. ხო, ბრიტანეთის სახელმწიფო ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტში ეხმარებოდა ჩვენ სახელმწიფოს და ფიქრობ, რომ მათი ჩართულობაც და ევროკავშირის ჩართულობაც არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს. ეხლა გია ბარამიძე და გიგა ბოკერია შეხვდნენ, კი, რატომაც არ შეხვდებოდნენ და სხვა ელჩებსაც შეხვდებიან, სხვა საელჩოშიც იქნება შეხვედრები. იმ შეხვედრას ვესწრებოდი მეც. ეს შეხვედრა იყო უვიზო მიმოსვლის შესახებ, ის გავაცანეთ ის განწყობები, რაც საზოგადოებაში არის. გავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ჩვენ წინააღმდეგობას ვაგრძელებთ, არ მოვახდენთ ნორმალიზება სიტუაციის. ამის გამო ეს პირველი შეხვედრა არ ყოფილა მსგავსი შეხვედრები ჰქონდა ჩვენ ბევრჯერ სხვადასხვა ელჩებთან. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველოში აკრედიტებული კონკრეტული ელჩები დიდი ხანია ხელს უწყობენ რევოლუციურ პროცესებს, მხარს უჭერენ და ახალისებენ ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალებს და აცხადებენ, რომ ამაზე მიუთითებს მათი ოპონენტების შეხვედრებიც დიპლომატებთან. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ამას ადასტურებს ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებს. პოლიტიკოს ჭალებში ელენე ხოშტარია, რომელიც არის არჩევნების წინააღმდეგი. დაკავებული არის არჩევნების ჩაშლით. დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანონის პირდაპირი უხეში დარღვევით. და ეხლა ამას მხარს უჭერს ევროკომისია, ხო? მათი პრესსპიკერი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ აღრეული აქვს პასეულობები. ეს ნიშნავს, რომ აღარ იციან უკვე რაში გამოიხატება დემოკრატია რეალურად. საქართველოში მთელი რიგი ელჩები დაკავებული არიან რევოლუციური სცენარის გათამაშებაზე.
პირდაპირ ვისაუბროთ ამაზე, აქ არაფერი აღარ არის დასამალი. მათ რო საქართველოში არჩევნები და დემოკრატია აინტერესებდეთ, ამის ხარდასაჭერ განცხადებას გააკეთებდნენ ერთხელ მაინც. მაგრამ ნუ ეხლა ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბერი ბოლო სერია არის ამ ფერადი რევოლუციებისა და რაღაცნაირად ხდება ამ ბოლო სერიისათვის გზადება. უნდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის პირველ სერიას ხოლმე სერიალში უფრო ეფექტი აქვს, ბოლო სერიას საერთოდ არავინ აღარ უყურებს ხოლმე. აი ესეთი იქნება 4 ოქტომბერი და მისი მხარდამჭერი გარეთუ შინაური ადეპტების ბედი. ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახებთ ამდაგვარი დაწყებული მიხეილ სააკაშვილთან მარშის თუ დემარშის, როცა წამების რაღაც ინსცენირებას გავდნენ და ამაში მხარს უჭერდნენ და ჩვენ ვნახეთ არაერთი სამწუხაროდ არაერთი ელჩის ამდაგვარი ჩარევა, რომ რამენაირად ქვეყანაში გააღვივონ რევოლუციური მუხტი, რამენაირად შედგეს მაიდანი და რამენაირად შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც მათ დაკვეთებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ ექვემდებარება. ელენე ხოშტარიას ევროკავშირიდან მხარდაჭერას არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რაც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის სახით, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით. ესაც რა თქმა უნდა არის ამის ნაწილი, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ გარკვეული კომიკური სურათიც იქნება, როცა რუსეთის ხელფასის მომხმარე ხოშტარია ევროკავშირის დასწავი ხდება. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების საელჩოს ამ დრომდე არ უპასუხია ჩვენი შეკითხვისთვის, რატომ შეხვდა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ის ელენე ხოშტარიას და რა იყო მათი საუბრის მთავარი თემა. მადლობა, ლელა ჯახშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ შალვა პაპუაშვილის განცხადებას. თქვენ რა გაქვთ პასუხი მათ ამ დღის წესრიგზე? მე მგონი ცხადია საერთო ჯამში, რომ რასთანაც გვაქვს საქმე. რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება, რამდენიმე უცხოეთთან დაფინანსებულ NGO-სთან ერთად გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან. მათ პირდაპირ აქვთ გაცხადებული, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და დადგნენ ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გზაზე. ყველას შევახსენებ, რომ ერთადერთი გზა სახელმწიფო მანდატის მოპოვებისა ეს გახლავთ არჩევნები და ამ ჯგუფებმა, გულისხმობ პარტიებს და უცხოეთთან დაფინანსებულ NGO-ებს განაცხადეს, რომ ისინი გადიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ძალადობრივი გზით მანდატის სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვებას ცდილობენ. ზუსტად ეს არის გაცხადება დამხობასთან დაკავშირებული და სხვა არაფერი. შესაბამისად, ყველა ვინც ამაში მონაწილეობს, ყველა ვინც ამ ეგრეთ წოდებულ დამხობის ტერმინს აკნინებს, ან მხარს უჭერს, ან სალონურად ხდის იმით, რომ ხვდება მათ და დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ შეხვედრებს აორგანიზებს, ყველა ახალისებს ძალადობრივ პროცესებს და ამას ხედავთ ჩვენ პირდაპირ. ამიტომ ფაქტია კიდევ ერთხელ, რომ მათ არ აქვთ არანაირი სახალხო მხარდაჭერა, შესაბამისად ხედავთ ჩვენ მათ ქცევაშიც, რომ ერთადერთი გზა ეს არის რაიმე ისეთი პროვოკაციის მოწყობა, რამაც შეიძლება ასე ვთქვათ არაორდინალურ მდგომარეობაში ჩააყენოს საზოგადოება და სახელმწიფო. ასე რომ ეს არის ის საშიში გზა, რომელსაც დღეს ადგას უცხოეთიდან კარნახით რამდენიმე პარტია და NGO. ეს არის ის გზა, რომელიც პირდაპირ მიდის მაიდნისკენ. ადამიანის სისხლის და არეულობის მოწყობაზე და თქვენ გახსოვთ, რომ მაიდანი ძალიან შემოგვაჩვიეს ბოლო პერიოდში თუ წინა პერიოდში, მათ შორის გახსოვთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ მოუწოდებდა დეკემბერში შარშან მაიდნისკენ ოპოზიციას. ასე რომ ამ პროცესებს ზუსტად ასე უნდა შეხედოს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ დღეს რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება და უცხოეთთან დაფინანსებული NGO ცდილობს, რომ საქართველოში დაატრიალოს 90-იანი წლები. ბატონო შალვა, ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებაზე მინდა გითხრათ, რომელმაც ელენე ხოშტარია პოლიტიკურ
პატივად მოიხსენია, თქვენ სოციალურ ქსელში გამოეხმაურეთ ამ ფაქტს. გითხარით, რასთან გვაქვს საქმე პოლიტიკოსთან მიმართებაში, რომელმაც მიზანმიმართულად დააზიანებანერი იცოდა კანონის ნორმა. ელენე ხოშტარიამ ჩაედინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ერთი, მეორე, ელენე ხოშტარი არის ადამიანი, ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრეს-სპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. ფაქტობრივად ჩვენ ეს რაც მოვისმინეთ პრეს-სპიკერის მხრიდან, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება. ამას იქით ყველა ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული თუ ძალადობა, რომელიც წამოვა ამ ჯგუფებისგან, შეგვიძლია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ევროკავშირის თუ ბრიუსელის შესაბამისმა ინსტიტუციებმა და მათ შორის ევროკავშირის საელჩომ, რომელიც დღემდე არ ემიჯნება ძალადობას, მათ შორის იმ მოძალადეებს, რომელსაც თავად აფინანსებს. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებისკენ და რომელიც ქილიკობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. ასეთ ადამიანს აფინანსებს ევროკავშირის საელჩო და საზოგადოებას იმის ღირსადაც კი არ თვლის, რომ წუხილი მაინც გამოთქვას, რაღაცა მაინც თქვას, ერთი სიტყვა გაგვაგონოს, საერთოდ ეს რაიმენად ჯდება არათუ ევროპულ, რაიმე გალაქტიკურ ღირებულებებში მაინც თუ ჯდება, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობისკენ მოუწოდებს და ამას აფინანსებს ევროკავშირის მოქალაქის ფულით. ამიტომ სამწუხაროა, თუმცა ამ მდგომარეობაში თავად ბრიუსელმა მიიყვანა საკუთარი თავი, რომ ის თავს აიგივებს ძალადობასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. არ გამისულებია მოდიში, როდესაც თქვენ პრეს-სპიკერის განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ, თან დაურთეთ შეერთებული შტატების გაკეთებული განცხადება, როცა ძალადობა, ინფრასტრუქტურის დაზიანება თუ ასე შემდეგ, რომ კაცრად დაიჯებოდა. როგორ ხდება, როცა რა ქვია ამას, როცა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიჯადია, საქართველოში კი პოლიტიკურად მოტივირებულია იგივე ქმედებები? მე იქვე დავწერე, რომ ეს არის ღირებულებითი უფსკული, რომელიც დღეს არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელს შორის. ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ, რაც მოხდა ადმინისტრაციის ცვლილება, ახალი ადმინისტრაცია მკაფიოდ დგას ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობის მხარეს და ჩვენ ხედავთ, რომ ამ მთლიან პროცესს ჩამორჩენილია დღეს ბრიუსელი. ამოვარდნილი არის საერთოდ იმ მდგომარეობიდან, რაც სამყაროში არის, ყველა გმობს ძალადობას, ევროკომისიის პრეს-სპიკერი გამოდის და მხარს უჭერს მოძალადეს. ყველა გმობს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ევროკავშირის თუ ბრიუსელის სხვადასხვა ბიუროკრატი გამოდის და მხარს უჭერს იმ აფინანსებს იმ NGO-ებს, რომლებიც პირდაპირ გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოებიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს NGO-ები, რომელიც დღეს საუბრობენ, უნდა ჩაშალონ 4 ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც დღეს არიან მონაწილე 4 ოქტომბერს ძალადობის ორგანიზებისა, ეს NGO-ები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. და ბატონი ელჩი საქართველოს ხალხს იმის ღირსადაც არაგდებს, რომ განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ხო, ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ გაჟღერდა, ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, ჩვენ ნახეთ, რომ მართლაც ანახულ თანხებთაზე არის საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმის მიზნით, რომ
მოხდენილიყო მისი კონვერტაცია სხვა ვალუტაში, ასე რომ პროკურატურა ჩაეძიება მთლიანად ამ საკითხს და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ასე ვიცოდეთ რა სქემა იყო ასეთი აწყობილი, ოდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში. გარჩევებთან დაკავშირებით ვიკითხავთ, თუ შეიძლება თქვენი არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეთ და ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა პარლამენტზე ბუკერია და ინდივიდულებთან დაკავშირებით საუბრობენ წინასწარ არჩევნების შემდეგაც, რადგანაც აქვს ოპოზიციას. ამ შემთხვევაში ეს რისი მაგალითი არის მაშინ, როდესაც ოპოზიცია ღიად აცხადებს, რომ აქვს კონტაქტი მსგავსი უპირველეს ყოვლისა, როდესაც იმ დაჯგუფებებთან, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ აპირებენ დემოკრატიული პროცესის საბოტაჟს, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა ჩაშალონ არჩევნები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელი უნდა შეუშალონ მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოვლენაში, მათთან ასეთი ტიპის შეხვედრები, სალონური საუბარი, თვითონ არაფერი, ასე ვთქვათ, ეს ახალისებს მათ შემდეგ ქმედებებში. მაშინ, როდესაც ამას თან არსდევს კაფეო პოზიცია, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის საელჩოსი თუ სხვადასხვა ინსტიტუციის კაფეო პოზიცია მათი რადიკალური ქმედებების მიმართ. ჩვენ დღემდე ჩვენ ხშირად ვისმენთ ცრუ ნარატივებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვისმენთ დეზინფორმაციას, მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ვერ მოვისმინეთ ერთი სიტყვაც კი იმ ძალადობრივი აქტების შესახებ, რომელიც ამ პოლიტიკური ძალების ორგანიზაციებით ხორციელდებოდა, როდესაც პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, როდესაც პოლიციელებს ქვებს ესროდნენ, როდესაც ჩადიოდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებებს, ერთი გაკიცხვა არ მოგვისმენია ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს არაგულწრფელობას საკუთარ მიდგომებში. კორუფციის წინააღმდეგ ამ სფეროების ხალხების შედის, რომლის თანახმადაც სამართლებრივ დანაშაულებში ფილოს 30 წლის განმავლობაში ვალდებულება იქნება, რომ დეკლარაცია შეასწროს, რისი პრევენცია იქნება ეს სფერო. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ იმ გაცხადებულ მიზნის მიღწევისკენ მივდივართ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს გამორჩეულად წარმატებული შედეგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა გადავიყვანოთ კიდე ახალ ნიშნულამდე და ვიყოთ საუკეთესო სამეულში ამ მხრივ. დღეს ჩვენ ვუსწრებთ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მათ შორის იმ ქვეყნებს ჩვენ რო ჭკუას გვასწავლიან ვუსწრებთ კორუფციის ბრძოლასთან მიმართებაში, თუმცა არადოს არ წამოგვიძახები ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ და ამიტომაც ჩვენ ვართ ახლა ძიებაში იმ ნაბიჯებისა, რომელიც ერთის მხრივ როგორც ასე ვთქვათ სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით, ასევე სისტემის მხრივ შექმნის ყველანაირ ბარიერს, რომ არ წახალისდეს და არ იყოს, ასე ვთქვათ, მათ შორის ცდუნება იმის, რომ კორუფციული გარიგებებში შევიდეს სისათვის მოხელე. ეს ცვლილება ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ შეიძლება გარკვეული კორუფციული შემოსავალი მიიღოს, შეიძლება, ასე ვთქვათ, შეეგუოს იმასაც, რომ რამდენიმე წელი დაყოს საშიახსოვრების დაწესებულებაში, იმ იმედით, რომ როდესაც ის თავისუფლებას დაბრუნდება, შემდეგ კორუფციულად მიღებული თანხები მანამდე გადამალული რაღაცნაირად ნელ-ნელა გამოიყენოს. ამიტომ სწორედ ამ მიზნის პრევენციას ემსახურება 30 წლიანი ვადა და ვალდებულება ქონების დეკლარირებისა, არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის, ანუ როგორი სტანდარტის არსებობს ზოგადად საჯარო მოხელეების მიმართ. იცით, რომ ჩვენ მანამდე მივიღეთ ცვლილებები თაღლითობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ და სხვა მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ დაზარალებულების სრული დაკვაყოფილება მოხდეს და აქაც რომ არ ქონდეს ვინმეს იმედი, რომ ჩაიდენს თაღლითობას, მიიღებს თაღლითური გზით და დანაშაულებრივი გზით შემოსავალს, გარკვეული პერიოდით გადამალავს და ციხეს მოიხდის რაღაც რაოდენობა წლებისა და შემდეგ იმის იმედით და გათვლით, რომ თავისუფლებას დაბრუნებული გამოიყენებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს. ასე რომ ეს არის სწორედ იმ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გაგრძელება, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს მთავრობას და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს დავეხმაროთ საკანონმდებლო შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოთი.
თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილის ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ამ წუთებშიც პასუხობს. განაგზობთ გამოშვებას. ბათუმი ორბი ჯგუფის ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის გახსნის და კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტურიზმის და მშენებლობის სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სექტორის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. პროექტი კი ბათუმის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა. მშენებლობა ბულვარში ზღვიდან 50 მეტრში მიმდინარეობს. კომპლექსი შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ცათამრჯენისგან, 55 და 27 სართულიანი თაუარებისგან. საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონი დოლარია. ეს პროექტი ნამდვილად იქცევა ბათუმის ახალ სავიზიტო ბარათა, ძალიან შთამბეჭდავია, ეფექტურია პროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, რომელიც ითვალისწინებს ორი ცათამბჯენის მშენებლობას, რაშიც 300 მილიონი დოლარის ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტიცია ჩაიდება. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ადასტურებს კერძო სექტორის ნდობას სახელმწიფოს მიმართ, ეკონომიკის განვითარების მიმართ და ბათუმის განვითარების მიმართ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თქვენი ეს ინიციატივა. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება, როგორც ჩვენ გითხრეს, 1500 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ პროექტში, უშუალოდ მშენებლობის ეტაპზე და როდესაც უკვე დაიწყებს ეს პროექტი შემდეგ ფუნქციონირებას, ამის შემდეგ უკვე 2000 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურაში. ეს იქნება ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გამდიდრებს ბათუმის იერსახეს და ხელშეუწყობს ზოგადად, რა თქმა უნდა, ბათუმის განვითარებას. სამშენებლო და დეველოპერულ სექტორს საქართველოს მთლიან ეკონომიკურ პორტფელში მსხვილი წილი უჭირავს. ის ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინდუსტრიული გამომუშავების მომხმარებელი, მაგრამ მეორეს მხრივ აკმაყოფილებს ტურიზმის, სასტუმრო ინდუსტრიის და საცხოვრებელი, ისევე როგორც სამეწარმეო უძრავი ქონების მოთხოვნებს. ჩვენი მთავრობის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა სწორი აქცენტების დასმით მართებული ეკონომიკური პოლიტიკით, სწორ და სამართლიან განვითარებაზე მორგებული რეგულაციებით უზრუნველყოთ თანაბარი, მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული განვითარება. ასეთი პროექტები მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას და რა თქმა უნდა ეხმარება ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. იცით, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია ტურიზმის ასევე მდგრადი და სწრაფი ზრდის დინამიკით. გასული წელი იყო ისტორიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა მხოლოდ ტურიზმის სექტორიდან 4.4 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი ნახა, რაც როგორც კიდევ ერთხელ გამეორტები არის ისტორიული მაქსიმუმი და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ 2 კვარტალში უკვე ჩვენ შევძველით და 2 მილიარდის შემოსავალი ვნახეთ ბიუჯეტში ტურიზმის სექტორიდან. სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ინვესტიციების ხელშეწყობა. ორბი ჯგუფის ახალი ეს პროექტი არის ამისი ნათელი მაგალითი. ეს პროექტი არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ ემსახურება რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად ვზარდი სექტორია საქართველოში. მე ვთვლი, რომ ჩვენი რეგიონი მართლაც გამორჩეულია ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რომ აჭარა გახდეს 4-ვე სეზონზე მიზიდულობის ცენტრი, რაც ის შესაძლებლობები, რაც მოაქვს ტურიზმის განვითარებას, მოხმარდეს ისევ ჩვენი მაცხოვრებლების სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დღესვე პრემიერი გაეცნო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ტავ-ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა ირაკლი კობახიძეს პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. აეროპორტში დასრულდა დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა სადგომების რაოდენობა. კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკაც. იგეგმება პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება. სამუშაოებში კომპანიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ განვახორციელეთ 25 მილიონი ლარის ინვესტიცია.
მოვაწესრიგეთ არსებული ინფრასტრუქტურა. მოგეხსენებათ, რომ წელს ბათუმის აეროპორტში გვაქვს 35%-იანი მატება და შესაბამისად ეს მოითხოვს დამატებით ინფრასტრუქტურას. ამიტომ გავაორმაგეთ სადგომების რაოდენობა. ჩვენ წელს ველოდებით ისტორიულ მაქსიმუმს მზარდ-ნაკადის თვალსაზრისით. შესაბამისად 1.200.000-ზე არის ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. რო შევადაროთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 32%-იანი მატება გვაქვს. რეისების კუთხით კი 35%-იანი მატება. პრემიერი ბათუმში განახლებულ საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა. ნომერ მე-7 სკოლაში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს აჭარის განათლების მინისტრმა გააცნო. გამაგრდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი, განახლდა შიდა სივრცე, საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი, მოწესრიგდა მინდებარე ტერიტორია. სკოლა გათვლილია 1300 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვრუნდებით. თარობის ეფექტიანობით საქართველოს ევროპის საუკეთესო 20-ში ინდექსი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. თარობის ეფექტიანობის შეფასებით საქართველოს მსოფლიოში 35 ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ყველა კანდიდატს. თარობის ეფექტიანობის ინდექსი ასახავს პოლიტიკის, საჯარო სერვისების, საჯარო სამსახურის და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს. თარობის ეფექტიანობით საქართველოს 25 ადგილზე დაწინაურდა მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოზე უფრო უკეთესი პოზიცია აქვს დაფიქსირებული და ბუნებრივია ეს მიუთითებს, რომ კეთილსინტეზური მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებული პროცესები საქართველოს მიმდინარეობს წარმატებულად და პოლიტიკის როგორც დაგეგმვის ისე განხორციელების პროცესი არის მაღალ დონეზე. ბუნებრივია ყოველივე ეს ასახავს ეკონომიკურ განვითარებას. ისწავლე და დასაქმდა. თბილისის მერია პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. 17 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დაინტერესებული პირები რეგისტრაციას ონლაინ გაივლიან. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მოკლევადიანი კურსებით პროფესიული გადამზადება გაიარონ. სწავლა უფასოა. თემაზე დღეს კახი კალძემ თბილისის მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. კურსის გავლა 1500 მოქალაქეს 80 სპეციალობაში შეეძლება. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა არის უფასო. გადამზადება, როგორც გითხარით, 80 სპეციალობაში მოხდება. ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიისა და ფინანსების სფეროში არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი. კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია თბილისში რეგისტრაცია, მინიმალური ასაკი 18 წელი, კურსების ხანგრძლივობაში ადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს. და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთშია. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით გეკა გელაძე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს. გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების, ასევე გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ფორუმში მონაწილეობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც არის ინტერპოლი, გაერო და ასე შემდეგ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ჯამში 120 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ფორუმში. ფორუმის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის გლობალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები. კონფერენციის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა წარუდგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ აღნიშნულ გამოწვევას. შინაგან საქმეთა მინისტრს ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრთან. დღის სხვა სიახლეებს გაცემთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებათ ხუთამდე.